ახალი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შედახსენებთ, ეს რომ დღეს შემაჯამებელი სხდომა გამართა პირდაპირ ეთერში ვთქვათ ნოდარ ჩაჩვას, ის ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფება ნოდარ საღამოშიტოვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად შეაჯამა სხდომაზე, შემაჯამებელ სხდომაზე. დღეს ცესკოს ყველა წევრმა უკვე ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოლქს, რომლის მიხედვითაც 54.97% კოალიცია ქართულმა ოცნებამ აიღო და ისინი საქართველოს პარლამენტში 85 მანდატით შევლენ, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს კი 40.34%-მა დაუჭირა ამ მომრჩევლების მხარი და ისინი 65 მანდატით შევლენ საქართველოს პარლამენტში. ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოლქს რამდენიმე ეგზემპლიარად დაბეჭდავს, ერთ-ერთი ეგზემპლიარი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და უკვე ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი უკვე ოფიციალურად უფლებამოსილი იქნება ჩაატაროს პირველი საპარლამენტო სხდომა და უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პარლამენტს, ხოლო დანარჩენი ოქმები დარჩება ერთი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო დანარჩენი ასლები კი გადაეგზავნება არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ცესკოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, როგორც მან განაცხადა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არჩევნებთან დაკავშირებით შეფასებები არის დადებითი. დიდი მადლობა ნოდარ ჩაჩვას, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.